გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. 2008 წლის თებერვალში ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ თქვენ ამბობდით, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოებისა და მაპის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებები წევრობის მსურველი ქვეყნების მიერ იქნებოდა გაწეული ძალისხმევის საფუძველზე უნდა ყოფილიყო მიღებული და ნატოს შანტაჟს არ უნდა დაჰყოლოდა. 2 თვის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა მაპი არ მისცეს, უარი უთხრეს. კიდევ 4 თვის შემდეგ კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა. დღევანდელი გადმოსახედიდან მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება სტრატეგიული შეცდომა იყო და იმ დროს თქვენ პირადად ელოდით თუ არა, რომ რუსეთი შეიძლება ასეთ შორს წასულიყო. მაშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ეს იყო სტრატეგიული მარცხი. პირველ რიგში ანგელა მერკელის მხრიდან, რადგან სწორედ ის იყო, ვინც ამას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა. ვფიქრობ, არც სარკოზი იყო მომხრე, თუმცა ესტონეთი ნამდვილად ხარს უჭერდა. ისევე როგორც შეერთებული შტატები. იცით, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი ჩვენ ყველანი მომხრეები ვიყავით. მაგრამ ნატო კონსენსუსის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და პირველ რიგში სწორედ ანგელა მერკელი იყო წინააღმდეგი. ამიტომ ჩემი აზრით ანგელა მერკელის მხრიდან მაპის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დაბლოკვა უდიდესი სტრატეგიული მარცხი იყო. მით უმეტეს, რომ მაპი წევრობას არ ნიშნავს. ეს არის წევრობისთვის სამოქმედო გეგმა, ნაბიჯების ერთობლიობა, რომელთა გადადგმაც ქვეყანას წევრობისთვის ამზადებს. თუმცა ავტომატურად წევრობას არ უზრუნველყოფს, მაგრამ მერკელმა ესეც კი დაბლოკა. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ეს რუსებისთვის ერთგვარი სიგნალი იყო და მათ იფიქრეს: კარგი, მაშინ რამეს მოვიმოქმედებთ. თქვენ სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოში ჩამოხვედით მაშინ, როდესაც ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც ამ ვიზიტს და მისი დაგეგმვის პროცესს იხსენებთ. რა გახსენდებათ ყველაზე მკაფიოდ? იყო თუ არა რაიმე კონკრეტული მომენტი, საუბარი ან რაიმე დასამახსოვრებელი ისეთი იმ დღეებიდან, რომლებიც დღემდე განსაკუთრებით გახსოვთ? ყველაზე კარგად ის მახსოვს, როგორც ვცდილობდით იქ ჩასვლას. როდესაც მივფრინავდით, ჩვენმა თვითმფრინავის კაპიტანმა რუსეთისგან ნებართვა და იმის გარანტია მოითხოვა, რომ ხელს არ შეგვიშლიდნენ. პასუხი საერთოდ არ მიგვიღია. თუმცა სარკოზის ასეთი გარანტია მისცეს. ამიტომ საბოლოოდ აზერბაიჯანში განჯაში ჩავფრინდით. ამასობაში საჭირო ორგანიზაციული საკითხები უკვე მოგვარებული იყო და ილჰამ ალიევმა ავტომობილების კოლონა გამოგვიგზავნა, რომელმაც აზერბაიჯანს საქართველოს საზღვრამდე მიგვიყვანა. იქ დაველოდით. შემდეგ ქართული მანქანები მოვიდნენ და გზა განვაგრძეთ. მთიდანვე შევოდით, არ ვიცი რა სიმაღლე იყო და მანქანების ფარები გამორთული ჰქონდა. ეშინოდათ, რომ რუსებს გზაზე ფარების შუქი და მანქანების დიდი კოლონა რომ დაენახათ, შეიძლებოდა ესროლათ. ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად მახსოვს. როგორ მივდიოდით სიბნელეში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გზაზე. კიდევ ერთი რამ მახსოვს, რაც რამდენიმე წიგნშიც არის აღწერილი. როდესაც პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სარკოზისთან შეხვედრა სურდა, სარკოზიმ კაჩინსკის უთხრა: თქვენ შეგხვდებით, მაგრამ იმ პატარებს არა. კაჩინსკიმ უპასუხა: კარგი, მაშინ საერთოდ არ შევხვდებით. ეს სარკოზის ჩვენდამი დამოკიდებულებისთვის საკმაოდ დამახასიათებელი იყო. მოგვიანებით ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირს რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება შეჩერებული ჰქონდა. სარკოზის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ვიდრე ჯარები არ გავიდოდნენ, ევროკავშირი რუსეთთან პარტნიორობას და თანამშრომლობას შეთანხმებას არ აღადგენდა, მაგრამ სექტემბერში საბჭოს შეხვედრაზე სარკოზიმ და მერკელმა მიაღწიეს იმას, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება აღედგინათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები გასული არ იყვნენ. შეხვედრიდან გამოსულმა სარკოზიმ თქვა: მადლობა ღმერთს, საღმა აზმა გაიმარჯვა. ამან ძალიან გამაბრაზა, რადგან ამაში საღი აზრი საერთოდ არ იყო. შეთანხმება არსებობდა, ვიდრე ჯარები არ გავიდოდნენ, თანამშრომლობა არ აღდგებოდა. ისინი კი დღემდე იქ არიან. ამიტომ ვფიქრობ, ეს კატასტროფა იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, ბოლომდე გააცნობიერა თუ არა დასავლეთმა ის გაფრთხილება, რომელსაც 2008 წელს რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა? არც 2014 წლის შემდეგ მოგვისმენეს დიდად არა. ვგულისხმობ იმას, რომ 2014 წლის შემდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ ჩრდილოეთ ნაკადი 2 შეთანხმება გააფორმეს, ასე რომ არც მაშინ მოგვისმინეს. არც 2022 წლის თებერვალში გვისმენდნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 3 დღით ადრე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიყავი, სადაც ჩვენ აღმოსავლეთ ევროპელები, ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, ყველა ვამბობდით, რომ რუსეთი შეიჭრება
შეიჭრებოდა. დასავლეთ ევროპელები კი ამბობდნენ, შეჭრას სიგიჟე იქნება. მე უპასუხე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიჭრებიან. ასე რომ იმ დროს ფაქტობრივად ამერიკელები და აღმოსავლეთ ევროპელები ამბობდნენ, რომ რუსეთი შეიჭრებოდა. დასავლეთ ევროპელები კი გვეუბნებოდნენ, თქვენ არ იცით რას ლაპარაკობთ. 3 დღის შემდეგ კი 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ბატონო პრეზიდენტო, 18 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. ამავდროულად საქართველოსა და დასავლეთ შორის ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. როგორ აფასებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას და ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ქვეყანა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაშორდეს ევროპულ გზას? როგორც ჩანს, ასია. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩემთვის გაუგებარია. არ ჩანს, რომ ის ევროპული და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე იყოს ორიენტირებული. ჩემი აზრით, ხელისუფლება თითქოს გზას ვერ პოულობს. ფიქრობს, მოდი ყველას ვემეგობრები, ან საერთოდ არავისთან ვიმეგობრებ. ზუსტად არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ ნამდვილად არაგონივრულია. იმიტომ რომ, როდესაც ევროკავშირისგან ამ დონეზე გაუცხოებას ახერხებ, ხედავ კიდეც საით გადადის ყურადღება. დღეს ეს სომხეთია. სომხეთი ერთგვარად ბოლო ადგილზე იყო. ახლა კი ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ გააქტიურდა. ევროპა კი საქართველოს ყურადღებას აღარ აქცევს. ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები თავიანთ წარმომადგენლობას ამცირებენ. არ ვარ დარწმუნებული, რამდენად გვეხმარება საუბარი რაღაც deep state-ზე, ამ მსგავს საკითხებზე, რადგან არ ვფიქრობ, რომ deep state არსებობს. და თუ სადმე მართლაც არსებობს deep state, ნამდვილად არ მგონია საქართველოს საერთოდ ადარდებდეს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რა ხდება. ვხედავ მხოლოდ შედეგს. საქართველოს რადარებიდან გაქრა. ამას დავამატებდი იმ ძალიან ძლიერ ჩართულობას და ყურადღებას, რომელსაც ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომს უთმობს. სანქციების მხარდაჭერაზე უარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ერთგვარად სხვა კატეგორიაში მოაქცია, იმ ქვეყნებისგან განსხვავებულ კატეგორიაში, რომლებიც ევროპისთვის მნიშვნელოვანია. ეს არსებითად იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ საკმარისად არ გაყელვებთ ის საკითხები, რომლებიც ევროპას აღელვებს, ევროპასაც არ დააინტერესებს თქვენი პრობლემები. საბოლოო ჯამში ყველაფერი აქამდე დადის. ეს ასე მუშაობს. თქვენ საქართველოს მისი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში გვერდით ედექით. დღეს 18 წლის შემდეგ ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ბევრი ქართველი საკუთარი ქვეყნის მომავალს გაურკვევლობის განცდით უყურებს. რას ეტყოდით დღეს ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც დღესაც იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის? ვიდრე ქართველები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად იბრძვიან, საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან ქვეყნად, რომელიც ბედიც ევროპას უნდა ადარდებდეს. საბოლოო ჯამში ყველაფერი დემოკრატიამდე, კანონის უზენაესობამდე და ფუნდამენტური უფლებებსა და თავისუფლებებამდე დადის. თუ ჟურნალისტების დაპატიმრებას იწყებ და მსგავს ნაბიჯებს დგამ, ეს დასავლური სამყაროსგან გაუცხოების უტყუარი გზაა. ამიტომ მე ვეტყოდი ქართველებს, განაგრძეთ ბრძოლა, ნუ დაკარგავთ იმედს. მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებას მკაფიოდ აგზნობინეთ, რომ ის საქართველოს აშორებს მის ბუნებრივ სახლს, ევროპას. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.